ოპაც დაუბრუნდი. სხვა იუთუბერმა რომელიც დღეში მინიმუმ 3 ვიდეოს დებს ხოლმე. მოგისალმებით ხალხი. რა ხდება? ვართ ეს არის არხი უნუბი ტუთორიალი. არხი რომელიც შექმნილია სხვადასხვა ტუთორიალები დავდო ხოლმე. და მოკეთ დიდი ხანი არ დამიდია, იმიტომ რომ ესეთი გეგმა მქონდა, რომ მეთქი თვეში ერთხელ მაინც გადავიღე 5 ტუთორიალს, დავდებ არხზე, შემდეგ მეორე თვესაც ისე 5 ტუთორიალს გადავიღებ, დავდებ არხზე და რადგანაც ესეთი გეგმა მივეცი შემთავს, სანამ 5 ტუთორიალის იდეა წესიოთ არ მომივიდოდა და მონდომება არ მექნებოდა, რომ აი ხა მე თუ დავიწყებ ტუთორიალის გადაღებას, მაშინ 5 უნდა გადავიღო, მაშინ არ ვიღებდი. ხო და მაგიტომაც არ ვიღებდი საერთო ტუთორიალს, ამიტომ ეხლა გადავწყვიტე რომ უცებ რამე ტუთორიალი ხანდახან გადავიღო ხოლმე. ეს იგი და რა ხდება რა ტუთორიალი გვაქვს დღეს. პრინციპში ამ ტუთორიალის გადაღება დიდი ხანია, მინდა იმიტომ რომ ძალიან ბევრ შესწავლას ნახულობ ხოლმე ამასთან დაკავშირებით. თან ისეთი ხალხისგან, ვინც მაგალითად მიწერს რომ დამწყები იუთუბერი ვარ, რაღაც ისეთი ამბავი და შემდეგ რომ გადავდივარ მის არხზე ზოგი ისეთ შეცდომებს უშევს, მოკეთ ეს არის ვიდეოს ავტორის ტუთორიალი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. მოგ ზოგი ისეთ შეცდომებს უშევს ვიდეოს ავტორში, რომ ანუ იცი რომ ამ ეს ვიდეო სულ კი რაღაცა მარველის დონის ფილმი იყოს, მაინც ვერ გავარდება, იმიტომ რომ არასწორად არის ავტორსული და მართლა შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს, რომ ანუ თლად ეხა ძალიან ეგეთი მასშტაბურზე არ ვიცი, რამდენად მოხდება, მაგრამ მართლა ძალიან კარგი ვიდეო იყოს გადაღებული, თუ არასწორად აიტვირთა, შეიძლება რომ ვერ გავარდეს მოკეთ ის ვიდეო რა. ძალიან დიდი შანსია ვერ გავარდნის, ვიდრე გავარდნის. ამიტომაც თქვენ ვიდეოს შანსი მაინც გქონდეს რომ ვინმე ვნახოს, მოდი ვნახოთ ვიდეოს ავტორის ტუთორიალი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. პირველ რიგში ხედავთ ესეთ ამბავს. ესეთი ავტორები არ გიქ, ანუ თქვენ ავტორში შეიძლება ისინი არ იყოს, აი ეს მაჩვენებელი არ იყოს. ეს მაჩვენებლები მაქვს იმის გამო, რომ მაქვს extension-ი ჩაწერილი vidIQ. ესე იწერება, მოდი დაგიწერ პრინციპში როგორ იწერება და რანაირად. მოგეთ აი ეს იწერება ეს საიტი პრინციპში სადაც მოშ აი მასთან მიაჭერთ ამ ლურჯს და დაგიყენდებათ. აი ესეთი vidIQ, ისეთი ამბავია. დიდად vidIQ-ზე დღესაობას არ ვაპირებ, მაგრამ დაახლოებით რაღაცებში გავივლით რა. ესე იგი რა ხდება? აქ vidIQ გვიწერს თავის შეფასებას ხოლმე ავტორთვის, რომ რამდენად ოპტიმიზირებულია ეს ვიდეო. და ესეთი ამბებია მაგალითად, ნუ 100%-იანი რაღაცა ის არ არის ეს საიდუმლო სუპერ ოპტიმიზირებული ვარიანტი და ეს თუ შევასრულეთ ყველაფერი, ესე იგი სასწაული ნახვები ვიქნება, ესეთი რაღაცა არ არის. იმიტომ რომ გამიკეთებია რამდენიმეჯერ და არაფერი არ. არაფერი შუაში არ არის. ვიდეოს საერთოდ ყველაზე ალბათ Mr. Beast-ის ნათქვამს ვიტყვი. ვიდეოში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე შინაარსი თვითონ ვიდეოსი, ანუ ისტორია რა იქნება ვიდეოს, რა ისტორიას მიყვება. და მე არის ხოლმე უფრო მონტაჟი და მე მეტი არც არაფერი რჩება დიდად. ნუ და ხო მაგამდე რომ მიხვიდე, იქამდე არის საჭირო სახელი ვიდეოსი და thumbnail-ი ვიდეოსი, რომ საერთოდ დაეკლიკოს და ალბათ სადღაც 5-10% იქნება თვითონ ეს ავტორის სისტემა, უკვე აღწერებით, ეგები როგორ ატვირთოთ, იქ როგორ დააყენოთ რაღაცებს, მსგავსი ამბები. მოკეთ ყველა რაღაცის პატარა პროცენტები მაინც შევავსოთ ხოლმე, მე ისტორიამდეც მივალთ რამენერად, სანამ ისტორიაზე ფიქს დავიწყებთ, ავტორთან მაინც ხოლმე ვიცოდეთ, თორემ მარტო ისტორია რო ქონდეს, კი აი ვეგარი რა, მარტო ისტორია რო ქონდა, კარგი შინაარსის ვიდეო იყოს, კაი ნახვები ექნება, უბრალოდ აი კარგად ავტორთულიც რო ყოფილიყო, კარგი სახელიც რო ქონოდა, კარგი thumbnail-იც რო ქონოდა, კიდევ უფრო კაი ნახვები ექნებოდა რა. ეს თორიდი. მოგეთ ეს აღარ დაახლოებით გეხმარება რაღაცებში, მაგრამ კაი ხანი vidIQ-ს აღარ ვიყენებ, ანუ აღარც უყურებ ხოლმე დიდათ ამის მაჩვენებელს. მაშინ როცა მიხდი რაღაცა სწავლთ არაფერს არ მიშვება. ესე იგი ვიწყებთ ატვირთოს. და ატვირთვის პირდაპირ აი ესეთი გამზადებული ამბავი მაქვს და როგორ ხდება ამის გამზადება. მაგალითად, თუ აქამდე რამე გაქვთ ატვირთული რაღაც ვიდეო და მსკაი, მაგალითად, RV-ზე RV-ზე ვაკეთებ, მინდა ხა ვიდეო, ხო? მოდი ამას ავაკოპირებ. ამ ვიდეოს თვითონ მოგეთ RV-ს მესამე ეპიზოდს. RV-ს პირველ და მეორე ეპიზოდი ატვირთული მაქვს, ამიტომ resume details აქ დავაჭერთ და აქ ნახავ მაგალითად რომელიმე წინა ეპიზოდ RV-ში რა, მაგალითად აი ეს. მოვნიშნავთ. ამ შემთხვევაში შემიძლია მივუთითო რომ სახელი არ გადმომიტანოს, აღწერა არ გადმომიტანოს, პლეილისტი და არ გადმომიტანოს, თეგები არ გადმომიტანოს, მაგრამ თეგები იგივე მინდა, იგივე თამაში შევართ, კატეგორია თამაშის იგივე მინდა, ანუ თამაშის კატეგორია გადმოვიტანოთ. short remix-ის რაღაცა ამებს გადავხედავთ, პლეილისტიც იგივე მინდა, მოკეთ ამ შემთხვევაში მივუთითებ ყველაფერი იგივე მინდა სახელის გარდა, იმიტომ სახელი სვაპირებ სხვა იყოს რა. მოკეთ დანარჩენი ეს ყველაფერი იგივე მინდა. ასევე აქ ვაპირებ ჰეშტეგი დავამატო.
ის პატარა ექსპერიმენტივით იქნება ეს ჩემთვის. ისეთი უბრალოდ ნობი რომ მივამატო რამის თუ შეცვლის არ ვიცი. ნახოთ. ყოველ ატვირთას რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებ. ყოველ თუ არა, ყოველ მეორეზე მაინც. ყოველ მესამეზე მინიმუმ. ხო ყოველ მეოთხეს. მოკეთ. დავიწყეთ ახლა ატვირთის ამბავი. მოგეთ სახელს წერთ ჯერ როგორც გინდათ ანუ სახელი წერაში სახელი წერა კიდე ცალკე ამბავია. ფაქტობრივად thumbnail-თან ერთად უნდა განიხილო ალბათ ეგეთ ვარიანტში, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელი კომბინაციაში იყოს thumbnail-თან. ეხლა მიდოსი thumbnail ჯერ ზად არ მაქვს, ამიტომ სახელს გამოვტოვებ, იმიტომ რომ შეიძლება დამჭირდეს, რომ კომბინაცია გავაკეთო thumbnail-თან. ანუ რაღაც სახელი წაიკითხოს მაყურებელმა და მე thumbnail-დან კიდე რაღაცა ვიზუალები შეიქმნას და უფრო მომდის დაკლიკების ვარიანტი. მაგრამ ეგეთი ვარიანტიც ის არის, რა ქვია, ძალიან დიდი ხნის მაყურებელი უნდა იყოს და ძალიან დაინტერესებული მაყურებელი, რომ ეგეთი რაღაც გააკეთოს რა, რომ thumbnail-ი შეხედოს, სახელსაც შეხედოს და დაფიქრდეს ვუყურო თუ არაო, რა, იმიტომ უმეტეს შემთხვევაში უმეტესი ნახვები არის ხოლმე, რომ პირდაპირ thumbnail-ით უნდა გამოიჭიროთ, ან პირდაპირ სახელით უნდა გამოიჭიროთ, სახელით არა, უფრო thumbnail-ით რა. ანუ აი ისე რომ თან სახელი შეხედოს, თან დაფიქრდეს, ძალიან იშვიათია ეგეთი მაყურებლის არსებობა საერთოდ. თქვენ როგორ ვნახულთ ამ ვიდეოს, მია კომენტარით, thumbnail-ზე რომ დაინახოთ, მაშინვე ინტერესდებით და მაშინ შედიხართ ხოლმე თუ ჯერ იმას ნახავთ, ჯერ ამას თუ ანუ ორივეც მე პირდად ორივე შემთხვევა მაქვს ხოლმე, რომ თან ვუყურებ იმას და thumbnail-ზე რა არის, თან სახელს ვკითხულობ რა არის, მე ცოტა ხანი ვაჩერებ, აბა რაღაც ვიდეო გავიაროს ნახო რა არის, თან პრემიუმი მაქვს და შემიძლია გადავახვიო რაღაცა გადავხედო კარგად რა არის ვიდეოში და მე შევიდეს ანახავად. აი ესეთი ვარიანტიც გქონია და თქვენ როგორ აკეთებთ მაგას მიეკომენტარეთ. აღწერა ვიდეოებს საერთო მაქვს ხოლმე, რაღაცა საერთო აღწერები მაქვს და პრინციპში ეგ არის, ნუ აღწერაში ესე ლინკებს ვაგდებ ხოლმე და ჰეშტეგები, როგორც ვიცი, ჰეშტეგები მინიმუმ 6 არის. კი და მაქსიმუმ 6 უნდა დაწეროთ, იმიტომ რომ 6-ზე მეც თუ წერთ YouTube-მა შეიძლება მე იმათ ჩაქთვალოთ, ბოტად ჩაქთვალოთ და წაგიშალოთ ეს ვიდეო და უარესები. ამიტომ ნუ 6-ი ძალიან ბევრია, ჩემთვის 3 არის იდეალური ვარიანტი. იმიტომ რომ 3 ჰეშტეგი ჩდება თვითონ ვიდეოს სახელში და დანარჩენი მის მერე აღარ ჩდება და აღწერაში ჩადის რა. ჰეშტეგები რაში გეხმარება? ჰეშტეგები უმეტეს ვარიანტში დამხმარე არის, რომ ჰეშტეგს რო დააკლიკავ, გადადიხარ ცალკე გვერდზე. და იმის შეიძლება მაგ გვერდით დაიწყოს თქვენი ძებნა უბრალოდ და მაგ ჰეშტეგში რომ მოხვდეთ ეგეთ ვარიანტში. ნუ შეიძლება რაღაც ოპტიმიზაციაშიც იქაც რაღაცას აკეთებდეს YouTube-ი, მაგას ვერ გავიგებთ. კაი, ნუ აღწერაში რაღაც წერთ ვიდეოს შესახებ, ჩვენი შესახებ, მსგავს რაღაცებს და ვეცადოთ რომ მიახლოებულად მსგავსი იყოს აღწერები რა. ესეც დაიხმარება YouTube-ს რომ მიხვდეს, ეს ვიდეო ამ ვიდეოს რადგანაც უყურეს, ხა ამ ვიდეოსაც ესეთი აღწერები აქვს, მსგავსი რაღაცა, მოდი ამასაც ვაჩვენებ, ამისნაირი აღწერის მქონი ვიდეოს და ეგეთი ამბები. ნუ thumbnail-ის ატვირთვა ცალკე ამბავია, დააკლიკავ ატვირთვა playlist-ი. შევუქმნათ, ავი playlist-ებს თუ შექმნით თითოეული თქვენი კატეგორიის მაგათ ამ თამაშისთვის ცალკე playlist-ი მაქვს. ეს ძალიან კარგი არის playlist-ებს თუ შექმნით, თვითონ ვიღაც მაყურებელს შეიძლება მომუტესო, მარტო ამ თამაშზე მინდა ყურებაო და გადავიდეს და უყუროს ამ თამაშში. არაუცებელად თამაში იყოს, ტუტორიალები თუნდაც ისა მოკეთ, რასაც არ პირებ თუ რაღაცა მსგავს თემატიკაში იჯდება, შევუქმნით საერთო playlist-ი. შეიძლება იყოს მაგალითად ისეთი რაღაცა რომ ერთი ვიდეო რამოდენიმე პლეილისტს ეკუთვნოდეს რა. მე ხარავი რამოდენიმე რაღაცა პლეილისტები მაქვს. მაგალითად შეიძლება მქონდეს მაგალითად პლეილისტი, სადაც ახალ პირველად ვთამაშობ რაღაც თამაშებს, მაგალითად პირველად ვითამაშე, მაგალითად ეს პლეილისტი რომ მქონდეს, თუ ეს პირველი ვიდეო იქნებოდა ამ თამაში, გას ჩავაგდებდი და აქაც ჩავაგდებდი, მაგალითად მსგავსი. ეხლა ამასთან ისეთი პლეილისტი არ მაქვს, რომ ესეც ჩავუსვა რა. მაგრამ არის ხოლმე შეიძლება რეაქციის პლეილისტი გამოვიყენო ხოლმე, რომ რეაქციას ჩავსვა და თუ რამე თამაშისთან, აი Brawl Stars-ის რეაქცია თუ არის, Brawl Stars-ის ვიდეოს რეაქცია, Brawl Stars-ს ჩავსვა და რეაქციასაც და ორივეში იქნება, იმიტომ რომ ორივესთან მოკავშირდება. მოკეთ ესეთი რაღაცაც შეგიძლიათ გავუშვათ. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვხედავ ხოლმე ატვირთვაში და ეს იყო აი რაც გითხარით დასაწყისში, რომ აი ამას ვხედავს უკვე შანსი აქვს რაღაც გამოვიდეს. აუდიტორის არჩევა, რომელიც დაიმატა 3 წლის წინ, თუ აღარ მახსოვს როგორ დაიმატა, როცა დაიმატა, პანიკა იყო ფაქტიურად YouTube-ზე, უცხოურზე განსაკუთრებით. აი მე რა ვქნა? მე ამას რო ვიღებ, ეხა მე რა ვქნა? რას დავაჭირო აქ? აი ესეთი ამბები იყო, როცა ეს გამოჩნდა, ეს არის მითითება ვისთვის არის თქვენი ვიდეო, ბავშვებისთვის არის
თუ იმისთვის დიდებისთვის, მაგრამ დიდებისთვის არა, ანუ რეალურად ეს მაჩვენებელი ზოგს გონია, რომ ეს მაჩვენებელი არის დიდები გონიათ, რაღაც 20 წლის ზევით ან 30 წლის ხალხისთვის, ზოგს ესე გონია, რომ ანუ ეს დიდებისთვის თუ ვირჩევ, მაშინ ის ან ბავშვებისთვის არის თუ ვირჩევ, ანუ არ არის ჩავთვალე, ანუ ბავშვებმა არ უნდა ნახო, რაღაც ეგეთი რაღაცები გონიათ, ან პირიქით, ან რაღაც ეგეთი ვარიანტი, რომ დიდებისთვის უნდა იყოს რაღაც ეგეთი ვარიანტი, მაგრამ რეალურად ეს რას ნიშნავს, ბავშვისთვის არის და არ არის, რას ნიშნავს kids არის ბავშვი, რომელიც 13 წლამდე ასაკშია. ამათ ქვია kids ინგლისურად თუ მოკეთ ინგლისურ ენაზე ესენი არიან kids-ები. ანუ ჩვენ თუ ეძახით ბავშვს რაღაც 13, 16, 15 წლისებსაც და ასე შემდეგ, ინგლისურად kids არიან 13 წლამდე. 13-დან 18-მდე არიან თინეიჯერები, თუ 19-მდე არ ვიცი, teen სანამდე არის. 19 ხო არის, ხო, 19-მდე ხო არიან თინეიჯერები და მერე უკვე მოზარდები მოდიან, ხო და kids არის იმასე მოსანიშნი, მოკეთ ვინც 13 წლის დაბლა არის. ანუ თუ თქვენ იღებთ ვიდეოს, რომელიც არის მხოლოდ, აი გავითვალოთ, მხოლოდ იმათთვის, ვინც არის 13 წლამდე ასაკის და 13 წლის ზევითებისთვის არც შანსი არ რაღაცა ინტერესი იყოს, შანსი არ რამე კავშირი იყოს, რაღაცნაირი ინტერესი იყოს, შანსი არ არის, მაშინ უთითებთ, რომ არის ბავშვებისთვის ეს ვიდეო. ანუ თუ თქვენი მიზანია რომ ნახონ 13 წლამდე ბავშვებმა და 13 წლამდელებისთვის არის მხოლოდ და მის ზევით შანსი რამე ინტერესი გქონდეთ, აი მაგალითად არის მულტფილმები რო არის და რაღაც ანიმაციები, მაშა და დათვები და ამბები, მსგავსი რაღაცები რო არის, რაღაცა ჟოზეები, ეგ არის 13 წლამდე ასაკის ამბავი, ანუ ეგ არის ბავშვებისთვის რეალურად რა. ანუ 13-ის დაბლა ყველა რაც არსებობს ასაკი 13-ის დაბლა აი ეგ არის kids და თუ როცა უთითებთ რომ არ არის ბავშვებისთვის, ამით ჩვენ უთითებ რომ ეს ჩემი ვიდეო არის 13 პლუს კატეგორიისთვის. ნუ 13 პლუს კატეგორიისთვის არის, რასაც არ უნდა დაუძახოთ. მაგალითად, Roblox-ში არის 13 პლუს კატეგორიები, ხო, რაღაცა Brawl Stars-ი არის 13 პლუს კატეგორიები, მაგრამ ეგ იმასთან ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ვერ ნახავთ ვინმეს, ვინც თამაშობს უფრო დაბალი ასაკით და ასე შემდეგ, ხო? თუნდაც ჯეტი არის 18 პლუსი და რავი, უამრავი არის ვინც 13-14 წლისები თამაშობენ, ხო, ჯეტის. ანუ იგივე კატეგორიის მიცემა გვაქვს აქაც რა. ანუ როცა ვამბობთ რომ არ არის, ესე იგი 13 პლუს კატეგორიაში გადის ეს ჩვენი ვიდეო. თუ ხო და მეგეს უნდა გაქონდეთ გაზრდა. თქვენ თვითონ თუ ხართ 13 პლუს ზევით, ან 13 წლის და თქვენ შეჭდებით ამ ვიდეოში და თქვენ რაღაცა თქვენთვის ერთობით თქვენი ასაკის ხალხთან ერთად თამაშობთ მაგალითად და მსგავსი ამბები და თვითონ რასაც თამაშობთ ისიც 13 პლუს კატეგორიის არის. მაშინ ანუ რა უნდა გააკეთო, ვერ წარმოვიდგინე ახლა მაგალითად რა უნდა უქნა, Brawl Stars-ა უნდა უქნა, GTA-ს 13 მინუს კატეგორიაში იყოს, ხო? მოკეთ გადახედით სხვა YouTuber-ს პრინციპში და თუ იგივე რაღაც კონტენტს აკეთებთ, თქვენც იგივენაირად მივხვდით მაშინ ასაკის თემები. იმიტომ რომ მოკეთ უნდა ხვდებოდეთ, ვისთვის გინდათ, ვისთვის არის ეს თქვენი ვიდეო. თუ 13 წლის დაბლა ხართ, ჩდებით ვიდეოში, მაშინ უნდა მივხვდით, რომ არის ბავშვებისთვის და აკეთებ საბავშვო იმასაც, იმიტომ რომ YouTube-იც მერე ხვდება, რომ ეს პატარა ბავშვი არის და რატო აკეთებს ეს, ვითომ რანაირად არის ეს, რომ დიდი ასაკს რატო უთითებს. მოკეთ ხანდახან ავტომატურადაც ხდება ამის აყენება YouTube-ისგან, რომ ვიცი რომ ბავშვი ხარო და გითითებს, რომ ზევითაც გითითებს. მოგე შემდეგ გადავიდეთ paid promotion my video. ეს არის მოსანიშნი, რომ თუ თქვენ ვიდეოში ამ სპონსორი ყავთ, ნიშნავთ, რომ მაყურებელს ამოვიდეს notification-ი, ანუ თუ მაგალითად არ ამბობთ ხოლმე, რომ ეხლა ეს მასპონსორებს, ის მასპონსორებს გავსი რაღაცები, ეს არის უბრალოდ ამას ჩართავთ ვიდეოს დასაწყისში, ზევით კუთხეში ჩდება ხოლმე, რომ ამ ვიდეოში სპონსორი არის. რო იცოდეთ რა, მაყურებელო. აი ესეთი რაღაც მიმანიშნებელი. თუ არა სპონსორი თქო არ ნიშნავთ. შედეთ ნუ ამბეში საერთოდ ტოვებთ აქ AI გამოგიყენებია თუ ორსები თუ არის ის ვაფშე ას მინახი, იმიტომ არა სასწაული. ხო მოკეთ აქ არის ის რომ AI არის ხა გამოყენებულიო? თუ არ არისო? ანუ რაღაც ისეთი რაღაცებია ჩამოთვლილაც AI-ით იკეთება და მოკეთ მაგას გვეკითხება რომ რაღაც AI-ის რაღაცები თუ გამოყენებული, გენერირებული რაღაცაო და არარსებულის გაკეთება და გავსი ამბავი.
მოგეთ ამოსტარ. კოლაბორაციების ეს ახალი ამბავია, ხომ აქ მოდი აქ დავამატებ ამ ვიდეოში. ჯარექსა. აი ესე. ამას მოუნიშნავ, რომ ჯარექსამ ნახოს მე თავის არხიდან ამ ვიდეოდან რამდენი გამოტერი მოიმატა, რამდენი ნახო აქ ამ ვიდეოს. ანუ თუ მოუნიშნავთ, მე ის შეძლებს თავის არხიდან ნახოს მაგის. ამ ლინკს შევგვიდეთ მე ჯარექსას და მიუო კოლაბობა, ასევე სენაპი. სენაპიც ამ ვიდეოშია, გივი ამას. მაგ ლინკს მაინც დავფარა, არ ვიცი, ამ პრობლემატური იქნება თუ არა, ამიტომაც დავფარო მიჩვენია. ამე ბიგური ბიბიან მოხდეს. წესით არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ მაგას ისურვებდა YouTube-ი რომ ვიღაც ჩემ მაგ ლინკს გავუგზავნი რაღაც არ გაიგეთოს. არ იქნება. მაგრამ თეგებია, თეგებს ალყე უნდა გაკეთეს ალბათ ვიდეო. წერთ ისეთ რაღაცებს, რაც ამ ვიდეოში ხდება და რასაც ძებნის ხალხი რა. რომ ძებნის შედეგად თქვენი ვიდეო გამოჩნდეს. ეს არის თეგები, რავი, შეგიძლიათ დაპაუზოთ, გადახედოთ თეგეს. მაიმუნები ხოწი. არაფერი, იცი. გაისინი გავსკიპეთ. ხო აქ ვიდეოიქი უმთავაზესო brain rot-ი დაამატეთ ეგში, უბრალოდ Roblox-ი დაამატე, ან დებილი პროგრამა რო უბრალოდ. ნუ ფასოა ხა ეს და შეიძლება ფასიანმა კარგი რაღაცები შემოთავაზოთ, მაგრამ აი brain rot-ს უნდა არ ვიში და Roblox-ს უნდა არ ვიში, ხო? უბრალოდ აი ესენი რადგან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ თეგებს, ეხლა ისე მთავაზობთ, რომ ისინი ხوار გინდა გამოიყენო, არა შემჭირდება, არ მჭირდება. ვიდეოს ენა ქართულივა მიშთებულია, ნუ ესეთი ამბავი სტანდარტული სესია. აქ ანუ არაფერს არ ვიხები ხომი აქ რა. ერთადერთი ყველაზე პრობლემატური გასაკის თემა არის ხომი აქ. ამ ეს შეგიძლიათ გაუთიშოთ თუ არ გინდათ თქვენმა გამოწერება ნახო, ანუ თქვენ გამოწერებს თუ არ გინდათ რომ ზარის ღილაკის კივისას აქ ჩართული იმას მიუვიდეს შეტყობინება და გამოუჩნდებს გამოწერის გვერდებზე იქ თუ არ გინდათ ეს ვიდეო მოხდეს, შეგიძლიათ გაუთიშოთ. რატო არ შეიძლება რომ გვინდოდეს ეს? მაგალითად YouTube-ი ზარის ღილაკს აგზავნის 24 საათში მხოლოდ 3 ვიდეოზე. ესეთი რაღაც ინფორმაცია იცოდეთ. ანუ 24 საათში 4 ვიდეოს თუ დადებთ, პირველ 3-ზე გააგზავნის ზარის ღილაკის შეტყობინებებს და მეოთხეზე არ გააგზავნის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ პირველ 2-ზე ჩართოთ ეს, მესამეს გავუთიშოთ, რომ მაგალითად ეს არ მინდა რომ მივიდეს ზარის ღილაკით და მეოთხეზე დააყენოთ რომ ეს მიუვიდეს ზარის ღილაკით. ესეთ რაღაც შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ, რატო შეგიძლიათ ამის გაკეთება? მაგალითად, იცით რომ მე მაგას გამომიყენებია ხშირ შემთხვევაში რაღაც ისეთ თამაშებზე, რაც ვიცი რომ ვისაც ზარის ღილაკი აქვს ჩართული და ზარის ღილაკი თქმა უნდა უფრო იმათ აქვს ჩართული, რომ რა კონტექსტს ხშირად ვიყავთ, ხო, მაგალითად Roblox-ი ან Brawl Stars-ის ვიდეოს მოყურებლებს უფრო ექნება ჩემთან ზარის ღილაკი ჩართული. და ამას ვთიშა ხოლმე რომ მაგას არ მივიდეთ რაღაც ისეთ თამაშზე, რაც ვფიქრობ რომ შეიძლება მაგათ არ მოეწონოთ. და როცა ამას ვთიშავთ, მაგათ არ მისდით და YouTube-ი უკვე რეკომენდაცია არხის გვერდზე გამოჩენით, თავარი გვერდზე გამოჩენით ვიდეოს გვერდი რეკომენდაციებში ამოგდებით, მარტო ამებით ავრცელებს რა. ისედაც ზარის ღილაკი სასწაული ნახობი მაინც არ მოქვს და დიოს არ მოკნეს. საბტო ზარი ჩართეთ. ტუთორიალზე მაინც ჩართეთ ზარი 1000 ერთხელ დაიდება. ეგეთი არის. ხო, აქ მივიდით, არ ვიცი მინდა რომ მივიდეს, იმიტომ რომ ბევრს მოეწონა და ზარის ღილაკიდანაც ბევრი დაინტერესდება. არ ვიცი. ოკეი, თუ ფიქრობთ, რომ ზარის ღილაკიდან არ დაინტერესდებიან და subscribe page-ში შეგიძლიათ გაუფთიშოთ და აცადოთ ვიდეოს, რომ თვითონ იპოვოს სხვადასხვა რეკომენდაციები თავისი მაყურებელი. ესეთი ვარიანტია. თუ გონიათ, რომ ზარის ღილაკიდან დაინტერესებთ, აუცილებლად გავუშვით იქ, რომ მალევე ნახოთ იმათმა და ისინი რომ მალევე ნახავენ და მალევე ბევრს უყურებენ, უფრო ბევრთან გავუშვეს მე YouTube-ი. ნუ ეს ყველაფერი ესე მაქვს დატოვებული და ეგეთი ამბავია. შემდეგ მონეტიზაციას გავდივართ გვერდზე, ვთავთ მონეტიზაციას დაგვიმატა ესეთი ახალი ფუნქცია YouTube-მა, აი ეს ავტომატურები დაალაგა, auto ads ნიშნავს. თვითონ ხდება YouTube-ი სად ჩასვას ეს რეკლამები, როგორ ჩასვას. მონეტიზაციის კიდე ეს რაღაც კითხვით, აი ესე თუ რომ შეალაგოთ, აი ეს ძალიან ბევრი რეკლამა. თუ YouTube-ი გადახედავს ამას, როცა მორჩება რა ეს ამბავი. გადახედავს და შეტყობინება მოგივათ, რომ თუდად გაქვს რეკლამები დაალაგებული. და არ მოხდება მაგ რეკლამა რა. ამიტომაც იმას ამოშლით მე ჯობი ამოშალოთ, რომ იცის YouTube-მა სად როგორ უფრო დაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი თulis მაგას, სად როგორ დაინტერესდა მაყურებელს რეკლამა, სად შეიძლება იყოს ვიდეოში. მაგას თulis ხელოვნური ინტელექტი. ხო, და რომც არ მოგაშორებინოს და მაინც ელაგოს, ანუ ეხლა სულ აი 100,000 რეკლამა ჩავალაგო, 100,000 რეკლამას YouTube არ გაუშვებს. YouTube რეკლამას გაუშვებს კონკრეტული მაყურებლის მიხედვით. აი მაგალითად თქვენ რო ჩართავთ ვიდეოს
და უყურებთ. მაგალითად დღე დაიწყო, რაღაც ვიდეო ნახეთ. ერთი რეკლამა შეგხვდეთ. მე შეიძლება რაღაც ვიდეო ნახოთ, იქ შეგხვდეთ 2-3 რეკლამა. თუ სწორად ვამბობ, რაც რეალობაში მოგსვლიათ, მე კომენტარით ხო ეგრე მომსვლია, ან არ მომსვლია. იმიტომ რომ მე მომსვლია და ეგრე არის ისედაც ნათქვამია, რომ ეგრე მუშაობს რეკლამები. იმის მიხედვით კი არ მუშაობს რა რამდენი ვიდეოში რამდენი რეკლამებია. ანუ აქ როცა ვადებ მე რეკლამას, ამით ვეუბნები YouTube-ს, რომ YouTube თუ ამ ვიდეოს მაყურებელს უწევს რეკლამის ნახვა, იმიტომ რომ YouTube-ზე ძალიან დიდი ხანი არის, ხო? ანუ YouTube-ის თუ უკვე დიდი ხანია ხარ და რეკლამა ჯერ არ გინახავთ, დრო არ ნახავთ ეს რეკლამა. იმიტომ რომ უფასო ხო არ არის, უფასოზე ხართ, ხო? და მაგიტომ პრემიუმზე ხარ არ ნახულობ რეკლამას. ხო, იმიტომ YouTube-იც ყიდავს, რომ всё, დროა ხამას ვაჩვენო რეკლამა, და სად ვაჩვენო რეკლამა, მე ამით ვეუბნები, აი აქ შეგიძლია აჩვენო, აქ შეგიძლია აქ აჩვენო, აქ აჩვენო, აქ აჩვენო, აქ აჩვენო. ანუ ეს მაჩვენებლები ნიშნავს, რომ YouTube-ს ვეუბნები, აი აქ შეგიძლია აჩვენო რეკლამა. და არა იმას, რომ აი აქ მაინდა-მაინც აუცილებლად უნდა ჩაურთო რეკლამა, აყურებინო, მიაბა ეკრანთან და მე გავუშვო. ამას არ ვეუბნები, ამის ვეუბნები, რომ თუ უკვე უნდა აჩვენო რეკლამა, აი აქ შეგიძლია აჩვენო რეკლამა და YouTube მერც ყიდავს. აი ეს გონი გამოთვალა უკვე, ჯერ გამოთვლია, გამოთვლის მაგას. მე რეკლამის ისინი როგორი ვიდეო გაქვს, ამის თუ არ ღვევ აქ და აქ მოკეთ შეგიძლიათ გადაიკითხოთ ეს ყველაფერი translate-ში გადახედოთ, განვხედოთ ქართულ ვერსიაში მთელი ამბები, მაგრამ მე რამოდენიმეჯერ გადახედილი მაქვს და no one მაქვს მე აქ. მოკეთ მანდარი რომ თუ იგინებიო, თუ ძალადობები თუ არისო და ესეთი რაღაცები, მოკეთ კარგი ამბები. თუ რაღაცები თუ ხდებაო, მიუთითეო, მაგრამ არ ხდება და რა უკ. მაგიტომ ვუსწრებ რომ არ ხდება. შემდეგ ვიდეო ელემენტის განყოფილება. ხო, მონეტიზაცია თუ არ გაჩართული ის მონეტიზაციის ნაწილი საერთოდ არ გექნებათ. ვინც არ იცოდა. ვიდეო ელემენტები. აი ეს აუცილებელი რაღაცაა. სუბტიტრებსაც შეეხება, ამას კიპავ ხოლმე. აქ შეგიძლიათ ფაილი ჩააგდოთ მაგითაც, სადაც გამოჩნდება ნაწერები და თელიაბები შეგიძლიათ დაწეროთ, მოკეთ ქართულ იმაზე ფიქრობ, YouTube-ზე ეს არა საჭირო. ინგლისური YouTube რო იყოს კიდე შეიძლება იქ რაღაც სიტყვები სხვანაირად გამოითქმის გავსინებები და მაგიტომ შეიძლება გააკეთო ან კიდე იმიტომ გააკეთო რომ მე უფრო სხვა ენოვან კონტენტებსაც გახვიდე. მაგრამ მოკეთ ქართულზე ვსკიპავ. თუ არ უნდა დავსკიპო და გამოსილი ხართ, მე კომენტარით რატო არ უნდა გავსკიპო. შემდეგ მეორე ის აუცილებელია add end screen. End screen-ები არის აუცილებელი. რაღაც end screen-ები ის გამოტოვება არ შეიძლება უბრალოდ. რა end screen-ება შეიძლება რომ შეიძლება რაღაცა ვიდეო გაგივარდეთ მე ნახობებზე. შემდეგ დადოთ ვიდეო და გქონდეთ ძალიან ცოტა ნახვა. მაგრამ ის გავარდნილი კიდე აგრძელებს და აგრძელებს ნახობის მომატებას. და ფიქრობ, აუ ის იმატებს იმდენ ნახობს რეკომენდაციებით რა ცოტა მოვიდა რაღაცა და მოკეთ ფიქრობ, რომ ამას რატო არაფერი ეშველა. იმიტომ არ ეშველა, რომ იმ ვიდეოზე end screen-ი არ ქონდა. მოკეთ end screen-ს აყენებთ ყოველ ვიდეოზე, end screen-ი რა არის? აი ვიდეოს ბოლოს რო ჩდება ხოლმე სხვადასხვა შეთავაზებები. აი მაგალითად მე მაქვს ეს შეთავაზება, რომ ერთ მხარეს არის, რომ მოკეთ მარცხენა მხარეს გამოჩნდეს ჩემი ბოლო ატვირთული ვიდეო და მარჯვენა მხარეს გამოჩნდეს ვიდეო, რომელსაც YouTube თვლის, რომ ამ მაყურებლისთვის იქნება საინტერესო. მაგას როგორ ხდება ახლა ეს ყველაფერი? თავიდან ესეთი გვერდი გვაქვს, აი ამას ვიჩვენ, მოკეთ ორი ვიდეო იანს. დამწყებ არხებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ან ეს აი ეს ვარიანტი, თან არხის გამოწერის ისიც რო არის. მე პატარა გამოწერიან არხზე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე თან ან ეს გამოიყენონ ერთი საუკეთესო ვიდეო შეთავაზება, ერთი არხის გამოწერა. მოკეთ ირჩევთ თუ არხის გამოწერის, ანუ ეს არისო ამასო დააჭირენ, პირდაპირ არხის გამოსაწერად გადაყავს რა. მოკეთ დაბალ გამოწერებს გირჩევთ ეგ გააკეთოთ. მე ეგრე ვაკეთებდი და ეგრე ვაკეთებ ხოლმე ახალ არხებზე. დინი არხი არა ვაქვს პრინციპში, ორ არხზე უნუპი და უნუპ ტუტორიალს. მოკეთ, მე ხა ვიყენებ ამას ორ ვიდეოს, ეს არის საუკეთესო ამას მარჯვენა ვაყენებ, ამას მარცხენა ვაყენებ, სულ ერთიებით შეგას როგორ დააყენებ, მგონი არ ვიცი, ეგეთ დონის ფსიქოლოგიური გათვლები არ მაქვს. ამას ესე აყენებთ რა.
და არის კიდე ესეთი ვარიანტი, შეგიძლიათ გამოიტანოთ სხვა ვიდეოდან, ჭერთ ამას და ეუბნები, რომ აი აქ ვიდეოში როგორც მაქვს, ეგრე დამოიყენე და აქ დროების მიხედვით მაქვს უბრალოდ, აი აქ არის რომ, ანუ ეს არის ავტომატურად 20 წამზე ყენდება და შეგიძლიათ დააყენოთ, აი მაგალითად ვიდეოში რომ ესეთ მომენტზე გადავდივარ. აი ესეთ მომენტზე გადავდივარ, აი იქ მინდა რომ გამოჩნდეს უკვე ეს end screen-ები. ესეთი ვარიანტი. მოგეთ აუცილებლად დააყენეთ ეს სკრინები, გეხმარებათ რომ სხვა ვიდეოები თუ ერთი ვიდეო კარგად გავარდა, სხვა ვიდეოების გამოაცოცხლოს ამ ერთმა გავარდნილა ვიდეო, იმიტომ რომ ბოლოში და ხშირი ბევრი ნახვები მოდის ხოლმე ამ ბოლოში გამოჩენილი ვიდეოებიდან. რა თქვენს თუ დაგიჭერიათ მიეკომენტარით. ეგეთი ვარიანტი. მეორე add cards-ი. ქარდებიც იგივენაირად გვეხმარება რომ ერთი ვიდეოდან მეორე ვიდეოს ნახვები მოვიმატოთ. და რჩევა იქნება რომ ქარდები დაიწყოთ ვიდეოს ნახევ შვიანარა და კიდევ უფრო მარჯვნივ. ან მაგალითად ქარდი შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგიძლიათ თქვათ რომ ვიდეოში ისეთი რაღაც რომ მაგალითად ნახეთ წინა ეპიზოდი და ამ დროს გამოჩნდეს ქარდად წინა ეპიზოდი. და როგორც ანუ აი აქ მაგალითად რომ მეთქვა რომ ნახე წინა ეპიზოდი, აქ მე ვიდეოს დავაკჭერ, ავირჩევ წინა ეპიზოდს და აი აქ გამოჩნდება მე წინა ეპიზოდი იქ სადაც თქვი. Так, მიო შეტყობინება და შეიძლება ვიღაცას დაინტერესო მოდი ბარე ვნახავ ახლა წინა ეპიზოდს და მე გავაგრძელ ამის ყურებს. მაგრამ საერთოდ გიჩვენოთ ქარდები დაიწყოთ შუაშიც არა და ბოლოსკენ რა. და მაქსიმალურად გამოიყენეთ 5 ქარდი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ბოლოსკენ იმიტომ რომ ბოლოსკენ ბეზერდებათ, ბევრს შეიძლება მობეზდეს ყურება ბოლოსკენ და მაგ დროს იფიქრებე რომ აუ ეს მომბეზდა და რამე სხვა ვიდეო არ აქვს უბრალოდ ნუ ახლა დადებული მაგალითად ისე რომ ნახო და მე გადახედავენ ამ სხვა ვიდეოებსაც რომელიც შეიძლება ქარდებიდან დაინტერესდნენ რა. ეს ქარდები ჩანს ხოლმე კიდე ტელეფონში ვიდეოს სახელსო დაეჭერ, ნუ უკეთ აბლო სკროლავ ვიდეოდან იქაც ჩანს ეს ვიდეოები. და ანუ სანამ ხვის ვიდეოებზე გამოჩნდება, იქამდე ეს ქარდის ვიდეოები ჩანს. ამიტომ შეიძლება მაგით დაინტერესოთ მაყურებელს რა. მოდი მე ავირჩევ ხა ესეთ ქარდებს და დავალაგებ არ ვიცი ეპიზოდები ავირჩიე. ორი Roblox ვიდეო ავირჩიე და თირდაუნსაც ავირჩიე, ვფიქრობ არ ვიცი მაყურებელს დაინტერესებს თირდაუნიც. აი ეს. ეგ არის, გადავდივართ ბოლოსკენ, გამოქვეყნება. გამოქვეყნებსაც შეხება schedule. ალბათ ეგრე იკითხება, არ ვიცი როგორ იკითხება ეს schedule-ს ვეძახი. მოგეს ეს ამით ვაქვეყნებ ხოლმე უთითებ რომელ დღეს, რომელ საათზე დაიდოს. რადგან ბოლო დროს ახლა სამსა ვიდეოს ვწვდებ ხოლმე და უფრო მეცაც მაგის გამო განსაკუთრებით საათებს ვაკვირდები რა, როდის დაიდოს. მოგეს საათებისაც შეეხება რომელ საათზე გამოქვეყნდეს, ალბათ ატურთაშიც უნდა თქვა ხო ეს ამბავი. გამოქვეყნებასაც შეეხება ორშაბათიდან პარასკევის შათვლით 6-ის მერე არის ყველაზე მეტი ხალხი ჩემ არხზე მაგალითად, მაგრამ ვფიქრობ ჩემი იუთუბერი ნუბური გამოცდილებით რომ სულ ერთია როდის ატვირთო ვიდეოს. იმიტომ რომ შემთხვევით ღამის 5 წელს ამიტვირთია ვიდეო. ღამის 3-ზე და ასე შემდეგ და ეს ვიდეოები ძალიან დიდ ნახვებში წასულან ვიდრე ის ვიდეოები რომლებიც კონკრეტულად რაღაც საათებზე ამიტვირთია. მოკეთ რომ საათზე ატვირთავ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ჩემი გამოცდილების ერთადერთი. შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თუ თქვენ გაქვთ რამე გეგმა დასახული ამ ვიდეოზე, მაგალითად რა გეგმა შეიძლება იყოს. მაგალითად თქვენ გაქვთ გეგმა რომ რაღაცა პოსტები უნდა დაიდოს 3 საათზე ამ ვიდეოზე, რაღაცა პოსტები უნდა დაიდოს 4 საათზე, რაღაც იქ რაღაც უნდა გამოქვეყნეს ინფორმაცია 5 საათზე ამ ვიდეოზე, მოკეთ სხვადასხვა გზებით თუ პიარდება რაღაც ეს ვიდეო. მაშინ ხირს უკვე რაღაც კონკრეტული საათის შერჩევა, რაც არის 6 საათის მერე, რაღაც 8-9-ისკენ ალბათ ყველაზე დიდი აქტივი არის ხოლმე, დაახლოებით ანალიტიკაში ეგრე მაქვს თუ ვისდები. ხო, მოკეთ ანალიტიკას გადახედეთ და იქ დაგიწერთ მაგამოს. ანალიტიკაში შეხედო ის ვიდეო თუ გინდათ, ლაიქები გამოუშვით, კომენტარებში დაწერით, ანალიტიკაში შევიხედოთ, გადავხედოთ რა ხდება მანდ და შევიხედოთ, გადავხედოთ რა ხდება მანდ ყველაფერს. აუ ანალიტიკას ერთ წლიან ვიდეო გამო. ეს კაი დიდი ვიდეო გამოვიდა პრინციპში. ის ლინკი მაქვს დასაბლარი, იმედი არ დამოვიწყდება. და დავბლარო. პრინციპში ეს არის ატვირთო არავი, იმედი არაფერი გამომიჩა. იმედია განვიხილე ყველა საინტერესო თემები რაც შეიძლება. ამ არ ვის მივთითებ 4 საათზე. იმიტომ რომ ესე ვდებ ხოლმე არ ვის. პრინციპში არც მახსოვს ახლა ზუსტად რომელს უნდა დავდო. იმიტომ რომ ჯაიქსასთან თავდებ. მოგეთ. ამას მივხიდავ რამე. შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში. ახლომდის. ისე ნახეთ ხო რომ გამოვაჩინე ხო გითხარით საერთოდ საჭიროა თქო.